თხევადი მოდერნულობის პირობებში პასუხისგებლობა წარმატებასა და წარუმატებლობაზე სულ უფრო მეტად ინდივიდს ეკისრება. ადამიანს გამუდმებით უწევს საკუთარი ცხოვრების ფორმირება, საზრისის ძიება და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია. იგი ჩართულია უწყვეტ კონკურენციასა და მუდმივ ძიებაში, როგორც კარიერული, ისე პირადი და ეგზისტენციალური მიმართულებით. რის გამოც მისი იდენტობა მუდმივი კონსტრუირების პროცესად იქცევა. ბაუმანი თხევადი მოდერნულობის პრიზმიდან მრავალ საკითხს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი გლობალიზაციაა, რომელსაც იგი ნეგატიურ გლობალიზაციად მოიხსენიებს და რომელიც უთანასწორობის გაძლიერების წყაროა. მაგალითისათვის, გლობალურ ელიტას შეუძლია დედამისის თითქმის ნებისმიერ წერტილში თავისუფლად გადაადგილება. მაშინ, როდესაც სხვები ან მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას, ან იძულებულნი არიან გადაადგილდნენ ისეთი ფორმით, რომელიც მათ სოციალურ იზოლაციას იწვევს. ამ კონტექსტში ბაუმანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დევნილებსა და მიგრანტებს, რომლებიც თანამედროვეობაში მარგინალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. საინტერესოა ბაუმანის მსჯელობა ურბანულ სივრცეებზე და არქიტექტურაზეც. ის აღწერს სეგრეგირებულ ქალაქებს, სადაც დახურული საცხოვრებელი კომპლექსების მაცხოვრებლები ფიზიკურად იმავე ქალაქში ან სამეზობლოში იმყოფებიან, თუმცა სოციალური და სიმბოლური თვალსაზრისით მოწყვეტილნი არიან გარემოს. კარიბჭის ერთ მხარეს განთავსებულია უსაფრთხოების, კომფორტისა და პრივილეგიის სივრცე, ხოლო მეორე მხარეს ადამიანები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სოციალურ რეალობაში ცხოვრობენ.